გამარჯობა, მოგესალმებით. მე ჰუბერტი მქვია, ვარის გუნდის წევრი და დღეს სიამოვნებით წარმოგიდგენთ კიდევ ერთ სატყუარას ის სერიიდან. ამ სატყუარამ დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია ცხრისპირას, განსაკუთრებით გასულ სეზონში. ხშირად გთხოვდით და გვეკითხებოდით, დიგმავდით თუ არა ამ სატყუარას ასორტიმენტის გაფართოებას. და სწორედ ამ ეპიზოდის მთავარი გმირი იქნება გოლიათი ახალ ზომაში, 25 მმ. ვიწყებთ. როგორც ალბათ იცით, ჩვენ სერიაში უკვე არსებობს გოლიათი 30 მმ-სა და 45 მმ-ის ზომებში. და ახლა ჩვენ ხან გამოვედით 35 მმ-იანი სერიით. ეს არის იდეალური შუალედი ყველაზე პატარა და ყველაზე დიდ ზომას შორის. ახლა ყოველთვის შეძლებთ მოარგოთ სატყუარის ზომა იმ წყალსატევს, სადაც აპირებთ თევზაობას, თევზის სახეობებს, რომლებსაც აპირებთ დაჭერას და რაც მთავარია, გარემოს, რომელიც შეიძლება დაგხვდეთ წყლის პირას. ეს კარგია, რადგან გოლიათი შექმნილია მართლაც რთული წყალსატევებისთვის. რას ვგულისხმობ? როდესაც მიდიხართ კალმახის მდინარეზე, ხშირად იცით, რომ თქვენამდე შეიძლება იქ უკვე ყოფილიყო სხვა მეთევზე, რომელსაც როგორც პირველ მოსულს, საკმაოდ დიდი შანსი ჰქონდა, რომ კონკრეტული ადგილიდან თევზი დაეჭირა. გოლიათი იდეალური სატყუარაა სწორედ იმ ადგილებში თევზაობისთვის, სადაც თევზი ხშირად უკვე დაჭერილია და მეთევზეთა ზეწოლა საკმაოდ დიდია. და თუ მაინც გსურს წყლის პირას კარგად გავატაროთ დრო, ნამდვილად ღირს გოლიათის გამოყენება. ეს არის იდეალური სატყუარა, რომელიც სწორედ იმისთვის შეიქმნა, რომ თევზაობა შეძლოთ ისეთ ადგილებში, სადაც ვიცით, რომ მეთევზეები არასდროს აკლია. სხვათა შორის გოლიათზე ვიდეო უკვე ხელმისაწვდომია ჩვენს არხზე. თუ ჯერ არ გინახავთ, აქ ქვემოთ აღწერაში ნახავთ შესაბამის მინიშნებას. მაგრამ დამატებით რა არის მნიშვნელოვანი ამ მასალაში. მალე კიდევ ერთხელ გაჩვენებთ, როგორ იქცევა ეს სატყუარა წყალში და ასევე ნახავთ განსხვავებას ამ სამი ზომას შორის. გოლიათი, ისევე როგორც სერიის ყველა სატყუარა, ჩვენთან წარმოდგენილია 20 სხვადასხვა ეფექტურ და გამოცდილ ფერში. ამასთან ერთად არსებობს 4 სურნელოვანი ვერსია, ნიორი, ყველი, კრილი და უსუნო ვერსია. აქ განსაკუთრებით აღსანიშნავია მასალის ძალიან ელასტიკური და მექანიკური დაზიანებების მიმართ გამძლე ფორმის გამოყენება, რაც გამოწვეულია ან ჩვენი აღჭურვილობით, ან თევზის გბენით. უბრალოდ, თუ ასეთ გოლიათზე თევზს დაიჭერთ, ეს არ ნიშნავს, რომ ერთი რეჟიმის გამოყენების შემდეგ ის მაშინვე გადასაგდებია. სულაც არა. თუ გოლიათზე თევზს დავიჭერთ, მე უპრობლემოდ განსაკუთრებით წყლებში, სადაც ეს სატყუარა შესანიშნავად მუშაობს, თავისუფლად შემიძლია დავიჭირო 5, 6, თუნდაც 7, 8, 9 თევზი ყოველგვარი სირთულის გარეშე. რადგან ეს მასალა არა მხოლოდ ელასტიკურია, არამედ ძალიან გამძლეცაა. კიდევ ერთი საინტერესო რამ დამავიწყდა. აქ სპეციალურად ამ ვიდეოსთვის მომზადებული ქილა მაქვს. ნახეთ, ერთ ქილაში უკვე გარკვეული დროა სხვადასხვა ფერის გოლიათები ერთად მაქვს შენახული. თეთრი, ვერცხლისფერი. როგორც ხედავთ, განსაკუთრებით თეთრის მაგალითზე, ის არც ერთ ადგილას არ არის გადაღებილი. ეს მასალა არა მხოლოდ გამძლეა, ელასტიკურია და დაზიანების მიმართ მდგრადი, არამედ დამატებით ერთმანეთში ფერსაც არ აძლევს. ამიტომაც ხშირად, როცა მდინარესთან მივდივარ, ან ჩემს ხუთში ნახავთ ერთმანეთში არ ეუყველა იმ ფერს, რომელიც ყველაზე ეფექტურია კონკრეტულ მდინარეზე ან ტბაზე და არასდროს მაქვს შიში, რომ ისინი ერთმანეთში ფერს მისცემენ. ახლა კი გადავიდეთ ვიდეოს მთავარ ნაწილზე, სადაც გაჩვენებთ, როგორ უნდა ახტუროთ გოლიათი და დაახლოებით როგორ გამოიყურება იგი. შევადარებთ ზომებს და ვნახავთ, როგორ მუშაობს ეს სატყუარა წყალში. მოდით ნახეთ. აქ გვაქვს განლაგებული 3 გოლიათი. ზემოდან არის 35, აქ არის 30 და ყველაზე ქვემოთ 45. რაც ძალიან მნიშვნელოვანია ამ სატყუარებს, მიუხედავად იმისა, რომ ამ ორ შორის განსხვავება უმნიშვნელოა, გახსოვდეთ, რომ ეს მასალა ასევე მცურავია და თუ გადავაბრუნებთ ასეთ გოლიათს 35-იანს და 30-იანს, დავინახავთ, რომ ეს ოდნავ უფრო დიდი ზომის გოლიათი ასევე უფრო ფართოა, რაც იმას ნიშნავს, რომ ასეთი სატყუარა, როცა ჩვენ სანქესზე დავამადრებთ, უფრო ამოტივტივებელი იქნება, ვიდრე ეს პატარა ზომა. ანუ უფრო შესამჩნევად ამოტივტივდება წყლის ზედაპირზე.
ეს ნიშნავს, რომ ასეთ გოლიათზე მივიღებთ ისეთივე ბუნებრივ მოძრაობას, როგორც 30-იან გოლიათზე, თუნდაც უფრო მძიმე ტვირთის გამოყენებისას. აქ მასალა უფრო მეტია, ის უფრო ამოტვირთივებელია, უკეთესად იცურებს და შეგვიძლია დავამატოთ უფრო მძიმე ტვირთიც. და ეს კარგია, მაგალითად იმ შემთხვევაში, როცა საჭიროა ცოტა უფრო შორს ვისროლოთ. ასეთი სადგო არა აშკარად უფრო დიდ მანძილზე გაფრინდება, ვიდრე თითქოს ოდნავ პატარა 30-იანი. ხოლო ასეთ გოლიათს ყოველთვის ძალიან მსგავსად ვამზადებ. მე ყველაზე ხშირად ვიყენებ უსაჩხლეტო კაუჩებს და ამ მხრიდან ვაცურებ. კომპლექტი, რომელიც ვოლფრამის თავით და საფუარით არის შეერთებული, მზადაა თევზაობისთვის. ასევე შეიძლება იგივე გზით გავატაროთ კაუჩი მუცლის მხრიდან, მაგრამ ყოველთვის ამ მხრიდან ვადებთ თავს. მხოლოდ იმას ვაკვირდებით, რომ აქ კარგად იყოს ჩასმული კაუჩზე. მე ყველაზე ხშირად ასე ვთევზაობ, რომ დამატებით არ ვამრუდებ სადგოარას. რა თქმა უნდა, შეიძლება ასე ექსპერიმენტიც, მაგრამ გოლიათი ყველაზე კარგად ჩვეულებრივ, ყველაზე მარტივ აწყობაში მუშაობს ჩემთვის. ახლა კი გადავიდეთ იმაზე, თუ როგორ იქცევა ის წყალში. გაითვალისწინეთ ისიც, რომ სამი ზომის ვერსია გაძლევთ სხვადასხვა ზომის კაუჩების გამოყენების შესაძლებლობასაც. თუ გჭირდებათ მეტი ინფორმაცია იმის შესახებ, რა ტიპის კაუჩები გამოიყენოთ ჩვენი სათღვარებით ეფექტურად თევზაობისთვის, ყველაფერს ნახავთ ვებგვერდზე. წერტილი. იქ ნახავთ ჩვენს კატალოგს, სადაც აღწერილია თითოეული სათღვარა და მითითებულია, რა წონის ტვირთი და რა ზომის კაუჩები უნდა შეარჩიოთ, რათა ეფექტურად ითევზაოთ ჩვენი სათღვარებით. ამ მასალაში ეს იყო ყველაფერი გოლიათზე. 35. ახალი პროდუქტი 2025 წლის სეზონისთვის. იმედია მოგეწონათ. აქედან გითხრათ, რომ გამოიწეროთ არხი, დაალაიქოთ და დატოვოთ კომენტარი. ეს ყოველთვის სასიამოვნოა, მაგრამ დამატებით გირჩევთ ეთვიოთ ჩვენს, რომელსაც მივმართავ და ასევე ჩვენს ისანგარიშს. ამ მასალაში ეს იყო ყველაფერი. შეხვედრამდე შემდეგ ვიდეოში. გამარჯობა!